მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ კვლავ ხართ არხზე Triple Games-ი. დღეს ჩემთან არის გონა, ლუკა და ხო, აი გონა ლუკა კვლავ თავზე დამეცა და დღეს ჩვენ ისე ვართ survival in box-ში. და მეგობრებო, რა მინდა გითხრათ. ეს ხლა არის დღე და ჩვენ გვაქვს ზუსტად ეხლა არის მეხუთე დღე. ამოდით შევამოწმოთ კორდინალურად. დიახ, აი თქვენ ხედავთ. Day 5 ვინც ვერ ხედავს, აი აქ წაიკითხეთ. Day 5 ესე მშვენივრად წერინა. ესე იგი მეგობრებო, ესე იგი რა მინდათ გითხარათ. ჩვენ რისი გაკეთება მოვასწარით, ცოტაოდენი კარის კადრ გარეთ ვთამაშეთ, რადგანაც ძალიან დიდი ხნით არ დაგვეყოვნებინეთ თქვენ და თქვენი დრო. ესე მოგებოდით კიდევ ერთი კვერცხი დადო და ეს მიწა დავდეთ, როგორც ხედავთ, ენდერმენისგან ამოვაგდეთ მიწა და დავდეთ აი აქ, რომ გაზრდილი იყო, ქათამა კიდევ ერთი კვერცხი დააგდო. როგორც ხედავთ, გავაკეთეთ მეორე cobblestone-ის გენერატორი და რაც მთავარია, ჩვენ შევძელით გვეპოვა აი ეს მიწა, რის შედეგადაც ჩვენ შევძლებთ გავაფართოვოთ ეს ყველაფერი და შესაძლებელი იქნება ძროხების სპავნი, რის შედეგადაც ჩვენ შევძლებთ გამოვიყენოთ აი ეს 5 დაიმონდი. აი ეს 5 ინჟინერესი დაიმონდი, აი ესენით. ეხლა მეგობრებო, რა იქანება ჩვენი ამჟამინდელი დავალება. ჩვენ როგორც იცით წინა ვიდეო, თქვენ როგორც იცით წინა ვიდეოებიდან ერთ-ერთ ვთქვით, ეს არა. თქვენ როგორც იცით წინა ვიდეოებიდან წინა ნაწილიდან უფრო სწორად ესე ვთქვათ, ჩვენ გვაქვს ცოტაოდენი პრობლემა terraforming-თან. მოკლედ აი აქ ისეთი რაღაცა ხდება. და რა მინდა გითხრათ, მე რა ვაპირებ თქვენ აქ ხედავთ ლავას და რადგანაც აქ მობების დარტყმა ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება, მე მინდა აი ეს ერთით დავაპატრაო, მოკლედ ანუ აქაც ბლოკები დავდგა და აი ეს ყველაფერი შესავსები გვაქვს იმ მომენტამდე, სანამ დილა დაიწყება და ეხლა ერთი კითხვა მაქვს, აქ კიბეები რო იყოს, სად წავიდა? რამდენიმე არ იყო და ეხლა მე მოვწერე. კიბეები სად არის? აი ჯერჯერობით ესეც ავაშენებ, მაგრამ მე უნდა შევცვალოთ აუცილებლად. ესე იგი მეგობრებო, სანამ ჩვენ აქ ვდგავართ, რა მინდა გითხრათ. ესე იგი მეგობრებო, ჩვენ ვართ ეხლა ზუსტად აი აქ. რას ვაპირებთ? მინდა გითხრათ, ვიდეო გოგული წუთი მიდის და ჩვენ არაფერი გვიქნება. კაქტუსი გაიზარდა ერთით. ეს კარგია, ეს მახარებს. ორი კვერცხი გვაქვს. ორი კვერცხი გვაქვს, დიახ. ჩვენ ვაპირებთ მოდეხოთ cobblestone-ი, რომ იატაკის terraforming-ებაც კარგად და ნორმალურად შევძლოთ, ასევე გვინდა ნეზერში გამგზავრება, ასე თუ შეიძლება ითქვას. და ქათმების პოპულაცია. ამიტომაც მე ეხლა რას ვაკეთებ? ავიღებ ამ კვერცხებს, ავიღებ ქვის წერაქვს, რომელიც არ არის, ამიტომაც ეხლა იქნება ამისთვის გვჭირდება ბაც ჯოხი და cobblestone-ი. მოიცა cobblestone-ი საერთოდ არა გვაქვს. იმაში გამოვეყენა. სულ კაი, ბიჭო, რამე მაინც ხო უნდა დაგვრჩეს. კარგით, მაშინ ქვის წერაქვი მონტაჟის მაგია. ოპ. აი ეს არის ჩვენი მონტაჟის მაგია. მე მოვტეხავ ცოტაოდენ cobblestone-ს, რომ შევძლო წერაქვის გაკეთება, მაინც და ორივე დავდგებით ამასთან, აი ამ საქმიანობასთან, ასე ვთქვათ. ჩპეკ, კიდევ ერთი. მეგობრებო, მე თერი cobblestone-ით, რომელიც ახლა მომივანი ვაკეთებ 4 წერაქვს, ამას ვინახავ ყველაფერს და მივდივარ ერთ-ერთი ჩვენი მიზნის განსახორციებლად. რომ წავიდეთ და გაუდიდოთ ტერიტორია ქათმებს, რადგანაც აქ თითქმის უკვე ყველაფერი გამწვანდა, თითქმის არა, აი ყველაფერი როგორც ხედავთ მწვანეა. დავდგათ აქ მიწა, რომ იმედია სხვა ცხოველებიც შეძლებენ. მოიცადე მეგობრებო, რომ შენ რა მართლა უყურებ ჩვენ ვიდეოს ისე რომ არხი არ გაქვს გამოწერილი. მიდი დროზე გამოასწორე, შენ უნდა ქნა აი ესე და აი ესე. ასევე უყურე ჩვენს წინა ვიდეოებს და დააჭირე ლაიქს. აი ახლა კი გაგრძელებ დასპავნებას. შეიძლება სიგანეში ტერიტორია ცოტა პატარა გქონდეთ, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ კлау მონტაჟის მაგია. მეგობრებო, აი სანამ მე აქ ქათამს ვდიდებ ტერიტორიას ვიპოვე არა მხოლოდ რკინა, არამედ კлау კიდევ ერთი დაიმონდები და უკვე 3 ცალი კვერცხი გვაქვს, მინდა გითხრათ. ესე იგი ლუკა ეხლა მონტაჟის მაგიით გაჩნდება აქ.
კარგი ბიჭო, ნუ ანგრევ ყველაფერს. შემოდაკეტე. მოტეხე. მოტეხე. ის წერაქვი არ მაქვს. კარგი, დრო დატოვე ღია, გაიქცევა ეხლა ქათამი. კარგით მეგობრებო, მაქამდე მაშინ მე გავაგრძელებ ამ ქათმისთვის ტერიტორიის განკეთებას. და მე მგონი ეს საკმარისად დიდია, არა არის ამაში. 1 2 ამდენია. 3 მეტი არ არის. 3. ეხ ცუდია რომ მხოლოდ 3-ია. კიდევ ლუკა, აქ რკინა, რკინის მოტეხვაც არ გვაწყინდა. ოპ. მე მაღლა ხეებზე ვზრუნავ. ხო, ხე. ეგ საჭიროა, ეგ მინდა. მე მგონი საკმარისად გავდიდეთ ხათმებს ტერიტორია, ამიტომაც კიდევ ერთხელ მონტაჟის მაგიას გამოვიყენებთ. 3 2 1 ჩპუი. ოპ, მეგობრებო, თქვენ როგორც ხედავთ, დასპავნდა 2 წიწილა. ესე იგი ჩვენ გვაქვს ზუსტად 3 ქათამი. ველოდებით მაშინ, სანამ ეს თვითონ ერთი მაინც გაიზრდება, რომ შევძლოთ ამათი გამრავლება და მინდა ოფიციალურად გითხრათ, რომ ჩვენი პრობლემა საჭმელთან ნელ-ნელა მოგვარებას იწყებსო და ეს რა თქმა უნდა უკარგესი, ნამდვილადაც რომ უკარგესი ამბებია და ჩვენი რკინის მარგებიც ნელ-ნელა ძალიან ნელ-ნელა ივსება. მე მაშინ ამ ჩემი წერაქვით ჩავდივარ cobblestone-ის გენერატორთან იმისათვის რომ მოვტეხო cobblestone-ი რამდენად წელს გასაკვირი არ უნდა იყო და როგორც ჩანს ჩვენი ტაქტიკა რომ უბრალოდ მოგვეგროვებინა cobblestone-ი მუშა აღმოჩნდა. ცოტა არ ყოფნის ესე გასაგებია. აჰა, მოას პირდაპირ ორივეს ვტეხავ, შეხედე აქედან, მაგრამ იწვის იმან, არა უშავს. აქ კიდევ ერთი მესამე რო გავაკეთოთ, უკარგი იქნება. პირდაპირ სულ ვტეხავთ. შეიძლება ცუდი იდეა ამან, ხო იცი? და გიგანტური cobblestone-ის გენერატორი გვექნება. 2 ზურ მოხდი მაგ. 2 ზურ მოხდი, კაია, ზურ მოხდი ცუდი რატომ უნდა იყოს. ესე იგი, მეგობრებო, მე აქ გამომჩნდა პატარა იდეა. რა მოხდება თუ ჩვენ აი აქაც cobblestone, აქაც წყალს ჩავასხავთ და აქაც cobblestone-ის გენერატორებს გავაკეთებთ და აქაც ლავას. რას ფიქრობთ, ხომ არ ვწადოთ? მაშინ მონტაჟის მაგი სურავი გვაქვს ნაით 4. აი მე მოვდივარ სახში. ეხლა კითხვა. წამოვიდნენ უკვე მობები? კი, მობები უკვე დაიწყო. ჯანდაბა ეს ძალიან საშია. უი და კიდევ ეხლა აი სიგნებს ავიღებ და ეხლა არის ღამე 4. 4 რომ არ ავირიოთ ხოლმე, იმიტომ რომ ხანდახან ჩვენ თვითონაც გვეკარგება დრო, მოკლედ ჩვენ თვითონაც გვეკარგება. ესე იგი, ისი გაკეთება მე მინდოდა ჩასვლა და ზუსტადაც რომ cobblestone-ის გენერატორის გადიდება, გაბევრება მოკლედ. და ასევე მინდა გითხრათ რომ ამაში ნამდვილადაც რომ ძალიან ბევრი ლავა მიდის და არა მარტო ლავა, ძალიან ბევრი ყველა რესურსი მიდის. ძალიან ბევრი ლავა მიდის, როგორც ხედავთ, აქ ლავა უსასრულო არა გვაქვს, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ლავა უსასრულო გვექნება, რადგანაც ჩვენ უკვე იმედი არ შეამჩნიეთ, გვაქვს 8 დაიმონდი, ერთი გონა მიპოვა, ერთი მე ვიპოვე. მოკლედ რაღაცნაირად ეს დაიმონდები ამოქეკეთ და შენი პოვე, მაგრამ მე ავიღე მერე. ხო, ვიპოვე 2 მე, მაგრამ გონამ წამართვა და ამომაქეკა. ამიტომაც რა, ესეთი ლოგიკური აზრი გონა ბოროტია. всё, მოჩა. ესე იგი რას ვაკეთებთ? მე მგონი ეს ძალიან პროდუქტიული სერიაა და მეგობრებო, რატომ არ დავაჭიროთ აი ესეთი პროდუქტიული და მაგარი სერიისათვის ლაიქს, რომ უფრო პროდუქტიული და მაგარი სერიებიც გამოუშვათ ხოლმე. ესე იგი, ვტეხავთ ამას, ვტეხავთ ესე. და ეხლა კითხვა აქ როგორ არის? ვტეხავთ ესე. ეხლა ესე და ეხლა ესე. არ მიდის ერთმანეთთან? მე მგონი საერთოდ გავაფუჭე. ესეც სადოთ? ვაი, მე აქ არა პოდიშით. და ტეპილები არიან.
მეგობრებო, ახლა მინდა გითხრათ, რომ თქვენ თვალწინ იყო შექმნილი პირველი სუპერ cobblestone-ის გენერატორი, რომელიც აწარმოებს 4 ბლოკ cobblestone-ს წამში, შეიძლება даже წუთშიც. აბა, ეხლა გამოვცადოთ ეს. ამისთვის კი რა თქმა უნდა ძალიან სწრაფი წერაქვი გვინდა და მიმღები. წერაქვი გამიწყდა. ძალიან სწრაფი წერაქვი და სასურველი იქნება ასევე მიმღებების დამონტაჟება. მაგრამ ეხლა შევხედოთ როგორ იმუშავებს ეს წერაქვი. წერაქვი რა, cobblestone-ის გენერატორი. თუ კარგად, მაშინ ამას დავიტოვებთ და თუ არა, მაშინ სამწუხაროდ არ გამოვა. და ესე იგი, ბამ ბამ ბარამ ბამ ბამ ბარამ ბამ ბამ ბამ. ოპ, ეს წერაქვი და დავიწყებთ ტეხვას მაშინ. ესე იგი, მეგობრებო, რა მინდათ გითხრათ, ეს სრულიად არ არის საჭირო. მე ეს რაც გავაკეთე, საკმაოდ ტყუილად გავაკეთე, ამიტომაც გთავაზობთ ყველაფერი დავაბრუნოთ კვლავ იგივე ვარიანტზე, როგორც იყო. წყალი არ გვჭირდება, იმიტომ რომ უსასრულო გვაქვს და აი ლავას კი ავიღებ და კვლავ ჩავაბრუნებ თავის კანონიერ ადგილას. ოპ, ოპ. ტიკ 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 ბუმ. ტიკ 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 ტიკ. ახსეს როგორი ხდება. ბუმ. ამის აღება უკვე აღარ შეიძლება. ესენი გააკეთე. მე მგონი ახლა ისე ვიმუშავებს, ეს ხომ მუშაობს. კი, ეს მუშაობს. და აქეთა გენერატორი. აქეთა გენერატორიც კვლავ მუშაობს. ესე იგი, ყველაფერი დავუბრუნეთ ისე როგორც იყო, რადგანაც ეს ფაქტიურად ტყუილა გავაკეთეთ. არ ვიცი როგორ წილად ვქეთ. ერთი წუთით. როგორც ვიცი, Minecraft-ში ლავის უსასრულო გენერატორის გაკეთება არ შეიძლება. ესე იგი, მანდ რომელიმე ქათამი არ გაიზარდა? ჰა? არა, მაგრამ ერთი კვერცხი დაგა. კაია, გატეხე კვერცხებით. არა, შევინახოთ რომ რამე იყოს და. ხო, რომელიმე დაგვაუყოს, მართალია. ცოტა ეხლა კვერცხები რაც დაიდება, შევინახოთ ხოლმე, რადგანაც ეს მართლა გვჭირდება. და ასევე მეგობრებო, ჩვენ ხის პრობლემა გვაქვს და რა მაინტერესებდა. ეს მეორე სართული ხო გვაქვს. და რომ არაფერში არ ვიყენებთ, საწყობად რომ გამოვიყენოთ. ანუ რესურსები ასე თუ ისე ცოტა გვიბევდება და საწყობი მაინც არ გვაქვს. არ გვაქვს და არ გვაქვს. ეს ხე კიდე აქ არ იზრდება, არ ვიცი რატომ. უყურე აქ რა გავაკეთე. აი აქ ხიდი იყო და აქ იყო გადასასვლელი. ხო, მეც ესე ვაფიქრე. არა აფეთქა. მეც ეგრე აქედან ასასვლელი რო აღარ არის ახლა. გავხნათ. ერთი მესმო. იქიდან არის ასასვლელი, მეორე მხრიდან. 34 cobblestone-ი რო დაგიტოვები აქ რა არის? ჯანდაბა აფეთქდა, მაინც მომაღწია. მე გთავაზობთ მეორე სართულის საწყობად გამოვიყენოთ. და რა მინდათ გითხრათ, თუ ამას საწყობად ვიყენებ, მაშინ მე წავალ და მოვთავ პირველ საწყობს, ასე ვთქვათ. ოჰე. კაი, მოკლა. ხმალი რომ არადევს. ხმალი არადევს. ესე იგი, რესურსების გასაკეთებელი გვაქვს. მაგრამ ეხლა ჩვენ როგორ ჩანს, ხე ძალიან კრიტიკულად გვჭირდება, რადგანაც ბოლო რესურსები, როგორც ხედავთ, აი ბოლო ხე ფაქტიურად მიდის ჩესტებზე. და რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, ხე ყველაზე კიდევ ერთი ჩესტი დამიკრა. ხე არის ყველაზე იოლად მოსაპოვებელი რესურსი და ჩვენ ვერ ვიპოვებთ ყველაზე იოლად. რკინის ნაჯახი გააკეთე, მენიო. გაჩე სად არის? აჩტენი. ფერლი დააგდო, ესე კარგია. ესტრინგიც. ესე იგი, მეგობრებო, რას ვაკეთებთ ჩვენ? ჩვენ გვაქვს 6 ჩესტი. აგვაქვს ავდივართ მაღლა. ამ ხეს როგორ ჩანს ვტეხავთ, რადგანაც არ მუშაობს და ვალაგებთ აი ესეთი რიგით. რატო არ იდება? ჯანდაბა. ამის რედიზაინის გაკეთებაც მომიწევს, როგორც ვატყობ. ერთი წუთი, მაშინ ვალაგებთ ესე. და აი აქ ეს გასასვლელი გვაქვს, უბრალოდ ჩასწავნა გავაკეთოთ. შეგიძლია რამდენიმე cobblestone-ი ამომიტანო, ლუკა?
აი საკენდები. აჰა, всё, კაი, დავალაგე. ესე იგი, ჩვენ გვაქვს უკვე 3 ცალი ჩესტი. და ხესთან უდიდესი პრობლემა, უკიდეგანესი პრობლემა. რომლის მოგვარებაც სასწრაფოდ გვესაჭიროება. ესე იგი, მეგობრებო, ამის მოგვარება გვესაჭიროება. ქათმები ისევ ერთი დიდი, ერთი დიდი, ორი პატარა მიწა ნელ-ნელა იზრდება და იზრდება ეს სათესები იშლება და იშლება, არ ვიცი რატომ არავინ არ ყარაულობს. და მოსავალიც, მეც გეტყვით, მოსავალიც ნელ-ნელა მოდის. აჰა, ისევ გასაგებია. ისევ ვერ დავაყენებს რა ხარ გადაყვეტელებორტი. აი ეს პრობლემაა, მეგობრებო, მონტაჟის მაგიაჩი. მეგობრებო, ეს არის უკვე მეხუთე დღე. ქათამი! გარეთ ქათამია! რა? გარეთ ქათამია, რაც გაიგე. როგორ? არ ვიცი, გარეთ ქათამი დასპავნდა. ესე იგი, იქ მობების სპავნი შესაძლებელია. აქ 16 ისიდო, სად არის? მე მაგ წადი მოიყვანე. გატეხე კარები. ანუ კარები გამტვრე, წადი მოიყვანე, სანამ დრო გვაქვს. რომელი კარები? აი, აიქ რამე გაამტრუიე უბრალოდ და წადი მოიყვანე. აჰა, მოდი აიქიდან ლავადა. არ დაიწვას ვაიმე ვიწვი. აუ, არ ვიცი რა ვქნათ. რამენერად უნდა შემოვიყვანო შიგნით. ეს ზრდასრული დიდი ქათამია. ასევე კიდევ მე ამ მომენტზე ძალიან დიდი გეგმები მქონდა. წერაქვები უკვე დამთავრდა. წერაქვებს სად აქ რომ გეხვეწები მითხარი. გარეთ კარგავ. და აი აქ ხო გავაკეთე რომ გახსოვ. მიდი, არა დაკარგა, მიდი. ვაი მე უკან მიდის. ისევ ჩავიდა. მიდი, დაანახე. ხონი ვერ ამოვიწყდი. აბა მე დამიგდე. აიცა. კონტროლ Q-თი დააგდე ბიჭო, რა მოგივიდა. ოღონდ შენ შეინახე, შენ ხელიდან გასწიე. დამინახა. მომყავს. წამოდი. რა ქენი, შენ დაარტყი? მე მანდ არ ვარ. მოდი აქ. ლუკა, შეგიძლია აქ მოხვიდე და ერთი წამი დაარტყა რომ ჩამოფრინდეს? ეცადე რომ არ მოკვდეს. მალე! ავდივარ. სანამ ყურადღებას მაქცევს. აი, მაგის უკან დადექი და ერთი დაარტყი რომ ჩამოვიდეს. კაია, მშვენიერია, ჩამოფრინდა. აქეთ. აქეთ. ციპა. წამოდი. წამო. ჯანდაბა აღარ მაქცევს ყურადღებას. წამოდი, გეხვეწები. მომყვება, ლუკა, მოდი გეხვეწები დროზე. ეს უნდა ჩავიყვანოთ. მოიცადე, მაგას ხე გვირქევნია. მოიცადე, მივდივარ. შევდივარ. ჩავიყვანე. ვაჯვარებ. კაია. ეგ არის. Populația gwezდება. Populația gwezდება. აქ თქვენ აქეთ ყველა აქეთ წამოდით. ყველა, თუ შეიძლება ყველა. всё ეგ არის. მეგობრებო, მუშაობს. ყველაფერი მუშაობს. ჩვენ დაგვემატა პლუს 1 ქათამი და ეხლა მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ შევეცდებით რომ მეტნაირად გადავხუროთ. მე 1-2 სტაკ კობლსტონი მომიტანე. ესე იგი არ ვიცი, სად მიდის მთელი ეს კობლსტონი. კარგით მეგობრებო, ჩვენი ეხლანდელი მიზანი იქნება უბრალოდ გადავრჩეთ. არა, ეხლა საქმე მინდა გითხრათ გადარჩენაზე აღარ მიგვდის. ეხლა საქმე მიგვდის უბრალოდ განვითარებაზე. და კიდევ აი აქედან ჩვენი კიბეები
ერთმა სულიერმა სახელად გონა დააზიანა. და რა გვინდათ გავაკეთოთ? ეხლა გვინდა წავიდეთ მასშტაბურ ფარმზე Cobblestone-ის. ამიტომაც ჩვენ ამას გავაკეთებთ და დავიწყებთ დაგიბრუნდებით, როცა ასე თუ ისე ნორმალურად დავხართ. მეგობრებო, ამ წამს პირდაპირ ჩართვით ჩვენ გამოვედით, რომ ცოტაოდენი დეკორაცია გაგვეკეთებინა და რას ვხედავთ? გონას დათესილი ხე გაიზარდა, მან გააკეთა აი ესეთი შემოსაზღვრა. და ეს ხე იზრდება, ეს ხე აბსოლუტურად იზრდება. და რა გვინდა, ეს Cobblestone-ი აქ რომელიც არის, ამასაც ჩვენ შევცვლით მიწით, ეხლავე, მეც გეტყვით, ფაქტობრივად ეხლავე შევცვლით მიწით, აი ამ Cobblestone-ს, რომელიც აქ გვაქვს და დავთესავთ არა ერთ ხეს, იმიტომ რომ იზრდება, ეს არის უმთავრესი ფაქტი, ის იზრდება. და აი აქაც უნდა გადავკეტოთ ხოლმე ვიმიდე და საშინელება. მოკლედ მეგობრებო, აქ ყველაფერს გადავკეტავთ, აი ამ ოთახს ცოტა მოვაწესითგებთ, რადგანაც მუშაობს და დაგიბრუნდებით. მეგობრებო, დადგა შემდეგი ღამე, დადგა უკვე ღამე 5, ჩვენ დაგვავიწყდა ამის შეცვლა. და ესე იგი, აი 5 ჩვენ გვაქვს ღამე 5, იქ ასე თუ ისე ყველაფერი გამოვა სწორედ, შევეცადეთ და რაც მთავარია ჩვენ ვიპოვეთ გზა თუ როგორ გავზარდოთ ხეები, ეს უდიდესი წარმატებაა. ჩვენ გადავწყვეტეთ რომ ჯობს Cobblestone-ის ფარმი გავაგრძელოთ ღამეობით და არა დილას დავკარგოთ დრო ამაზე. მეგობრებო, ესე იგი, რა ხდება? ქათმები ქათმობენ, ჩვენ ვარსებობთ, так ეს ამას დავთისავ, იმიტომ რომ ეს ორქიდეებში საყვარელი ყვავილია. ესე იგი, რას ვაკეთებ? მეგობრებო, ჩვენ ასევე გეგმებში გამოგვიჩნდა აი ამ ფერმის გადაწევა, აი, ვაიმე ვიწვი. ადი, მაგლაცურ. ეს არავის გინახიათ, ეს არავის არაფერი გინახიათ. ესე იგი, ჩავედით კომენტ. მეგობრებო, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ფერმა გადავწიოთ სულ ცოტათი, უნდა გადარჩა წერა. აი, სულ ცოტათი აქეთ ტერიტორია ცოტა უკვე გათხრილი გვაქვს და მინდა გითხრათ, რომ ადებილურად არის გათხრილი. რადგანაც აქ ტერიტორია ცოტა გათხრილი გვაქვს, მე გავაგრძელებ ამ ტერიტორიის თხრას, როგორ თხრას. აქეთ გამოვწიეთ და აი აქ უკვე გვექნება ჩვენი ფერმა, რადგანაც იქ იკავებს ძალიან ბევრ ტერიტორიას, ანუ შუა გზაში დგას ფაქტიურად. ამიტომაც ჩვენ ამ ფერმას ამ სერიაშიც გადავიდათ, ეს ძალიან დატვირთული და მაგარი სერია გამოვიდეს, ამიტომაც იმედია არ დაინანებთ თქვენს სუპერ ლაიქს, რომელიც ჩვენ ძალიან დაგვეხმარება. ესე იგი, ფერმა ზომებში იქნება აი ამ ხელა, როგორც ადვილი მისახდომია, ფერმა ზომებში გვექნება აი ამ ხელა. და ამითაც რომ არ დაგტანჯოთ, კვლავ უკვე მე რამდენად ამ ვიდეოს განმავლობაში მონტაჟის მაგიას მივუხმოთ. თვითონ მონტაჟის მაგიას ვდგებით ერთ კუთხეში, გონა გაიწიე მონტაჟის მაგიისთვის, უნდა დავალავო ყველაფერი. 3, 2, 1. ჩპე. აი მეგობრებო, ფერმა ჩვენი ესე ლამაზად შეიცვალა და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დილა დადგა, მოიმინე და ვეღარ ცნობ ამ ადგილს. აქ რო გამოვბივარ, ვეღარ ცნობ ამ ადგილს. ესე იგი, ჩვენ უკვე დილა და იმის მიხედვით რომ უკვე დილა ჩვენ გადავწყვეტეთ რომ რა Cobblestone-იც გვაქვს, თითქმის ყველაფერი გამოვიყენოთ იმისათვის რომ ტერაფორმინგის გაკეთება შევძლოთ და ლუკა გეხოცებ აქამდე შენ თუ შეგიძლია რომ შეამოწმო რა ხდება მანდ ჩვენს ხეებთან. გაიზარდა. არა და არ მოგონა აქ თუ გაიზარდა. ხო, ესე იგი მუშაობს. მეგობრებო, კიდევ რამდენად გითხრათ, რადგანაც ეს მაპი ცოტაოდენი ძველია და გათვლილია მხოლოდ რამდენიმე მოთამაშეზე, მოკლედ არ არის სრულყოფილი, რომ თქვა ნორმალური აზრებით თუ შეამჩნევთ რამე გადატელეპორტირებებს და აი ეგეთ თუ ასე ვთქვათ, ესე დავუქვათ, უაზრობებს უბრალოდ არ შეიმჩნიოთ. ჩვენ თვითონაც არ მოგწონს რომ ეს ყველაფერი ხდება. და ჩვენ თვითონაც საშინელ ნერვებზე ვდგავართ, მაქსიმალურად ვცდილობთ გავაკეთოთ, გამოვესწროთ ეს ყველაფერი, მაგრამ რადგანაც მაპი ვიმეორებ არის 2012 წლის ეს საქმე ძალიან ძნელი ხდება. ესე იგი, რას ვაკეთებთ ჩვენ. მაღლა საწყობი რომ გვაქვს ეს რესურსები ვაპირებთ რომ გადავიტანოთ ეს ყველაფერი ჩვენ საწყობში და ამას რადგანაც დრო სჭირდება
ამაზე დრო წავა, რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ეჭრილდეს ეს ყველაფერი. ესე იგი, ეუს ორი კვერცხი. კიდევ ჩვენ გვაქვს ორი კვერცხი. მაშინ მეგობრებო, რას ვაკეთებ? ჩვენ გადავიტანთ აი ამ თელ რესურსებს იქით და ცოტათი დავახარისხებთ. აი მეგობრებო, ჩვენ გამოგვიდა ესეთი საწყობი მინი ექსკურსიას ჩაგიტანებთ. ჩვენ აქ გვაქვს ხე. ანუ ყველაფერი რაც შედგება ხესთან, ბლოკი, ნებისმიერი სამშენებლო ბლოკი. არ ვიცი ამას აქ რა უნდა გონებ ჩავაყო ხა. ინსტრუმენტები აქ ალბათ გასაგებია, სცენარი. ყველაფერი რაც ეხება დათესვას, დანერგვას და ეგეთ რაღაცებს. ძვირფასეულობა იმდე გასაგებია და ნაგავი იგივე გაურკვეველი. ჩვენ თვითონაც არ ვიცით აქ რა უნდა მოვათავსოთ. ამ ნივთი რომელიც გაურკვეველია. და მინდათ გითხრათ ამის შემდეგ აი ცოტა სისუფთავეა. აღარ არის არაფერი რაც შეიძლება სანმე დაიდგას. რატო აღარ სტონდებიან ამდენი? კარგით მეგობრებო, მაშინ მოდით აი ამ უმხიარულეს ნოტაზე პირველად მთელი ამდენი დროის განმავლობაში ვამთავრებთ გარეთ. მინდათ მოგილოცოთ. აი ესე გამოიყურება ჩვენი ბაზმა. ვაი, გამიქცით. ვაი. რა მინდოდა რა გარეთ დამთავრება? დასპავდნენ უკვე გვიშვეთ. ვაი. ბაზაზე ყოველთვის უკეთესია. რა მინდოდა, რას ვამბობდი, იქნებოდა კიდევ ცოტა ხანი ღამე. მეგობრებო, რას ვაკეთებ? მეგობრებო, მოდით დავამთავროთ ამ უმშვენიერეს ნოტაზე. ეს ჩვენი უმშვენიერესი სუნვალი მე ვიყავი და დანიანი დღეს ჩვენთან იყო. გონა უკან ახვამდის. პაკა.